შავიშლებრად თქვენ ხო უყურეთ თუ გაჩეთ ამდენი რა თქმა უნდა მე გაქვაჩეთ ახლა თქვენ უნდა გაიქაჩათ ახლა ღია ეთერი რა თქმა უნდა ძალიან კარგია რაც უფრო ღია იქნება და გამჭვირვალე ყველაფერი ეს მიესალმებელია თავისთავად ივანიშვილს ეს დადებითი მომენტი აქვს რომ საკმაოდ ღიად ლაპარაკობს ყველაფერზე ამაში ხელს უწყობს მე მგონი ისიც რომ იგი პოლიტიკიდან არ მოსულა მისი ბექგრაუნდი არის ბიზნესში ბევრს მიაღწია, უზარმაზარი კაპიტალი აქვს და როცა კაცმა ამდენს მიაღწია და ამხელა კაპიტალი აქვს, ბუნებრივია თავს გრძნობს თავამად. შეუძლია ნებისმიერ დროს პოლიტიკიდან წავიდეს, შვენივრად გაატარებს თელ თავის არშეულ ცხოვრებას უზრუნველყოფილი იქნება. ამიტომაც ყველაფერი ამის გათვალისწინებით ხადიათ თავს გრძნობს თავამად, გასცნილად ლაპარაკობს ყველაფერზე. ამ ხრივ მას პრობლემა არ აქვს. ეს კარგია. ეხლა თუ ვინმეს იქ შიგნით გარეთ არ მოეწონა მისი ლაპარაკი, მისი ამონარიდები და ციტატები ნუ იქ ზოგიერთი შეეპასუხა კიდევაც ხა ზოგიერთი შეეპასუხა კიდევაც თუ ივანიშვილი თვლის რომ ზოგიერთი ესე ვთქვათ იქ მყოფი მისგან დავალებული იყო და სხვანაირად უნდა ელაპარაკა ნუ ეს მათი საქმეა შიგნით ივანიშვილიზე იმ ექსპერტების მე მგონი ლაპარაკიდან ყველაფერი გაირკვა როგორც ჩანს მას არ მოწონს რაღაც დაუსაბუთებელი განცხადები როგორც თვითონ თქვა ეხლა მოდი აქ ერთიც არის მეც სიმართლე გითხრათ ყოველთვის ვიცი თქვენ ჩემი სტილი ვერიდობი ხოლმე რაღაც მკვეთრი რადიკალური განცხადების გაკეთებას რომ ქვეყანა იქცევა ამ პირიქით ქვეყანა ყვავის ჩემ ზოგიერთ ნუ ეს ექსპერტებს ჩვევიოთ ხოლმე ხანდახან რადიკალური განცხადებები და ეს ივანიშვილს არ მოსწონს ზოგს რა მოსწონს ზოგს არა ივანიშვილს არ მოსწონს შეიძლება მოწონდეს ხალხს რომელიც კითხულობს სხვა ყვითელ პრესას და ამიტომაც კეთება ხოლმე ისეთ განცხადებები მკვეთრი რადიკალური და შეიძლება ხალხის ნაწილს მოსწონდეს ექსპერტებიც აკეთებენ გართულას ხალხის ნაწილზე ივანიშვილს ეს განცხადებები არ მოსწონს. ნუ წვეთ საბოლოო ჯამში ყველაფერს ვინმეს ილაპარაკებს თვითონ ექსპერტი. და მე მგონი პრესაც ახლა პრესაც მიმჩეულია ჩვენთან აგეწყინოთ ძალიან მკვეთრი რადიკალური განცხადების გაკეთებას. ან ქვეყანა იქცევა, ან ქვეყანა ყვავის. შუალედურს რო ამბობს ვინმე ამას ეს არ მოსწონთ როგორც წესი. რომ არც ყვავის და არც იქცევა, როგორც წესი ეს ეხლობენ ჩვენთან ცხოვრება. არც ყვავი ვართ, არც ვიქცევით. აი ეს არის. რა მოხდებია ამ ხრივ? არა, არგუმენტები მოიყვანეს თავის ხრივ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ნახეთ, ერთმანეთი არ დაეთანხმნენ. ეს მათი ორივეს პოზიცია ივანიშვილს მიაჩნია, რომ კრიმინალი არ არის გაუარესებული მაგალითად, ზოგიერთს მიაჩნია, რომ გაუარესებულია. თქვენ როგორ გონიათ? მე მივიღე მაგალითად მე არ მიკითხავს მაგრამ თვითონ თქვა ივანიშვილმა თვითონ განაცხადა მე მაინტერესებდა რა იყო მისი აზრით მიზეზი რომ რუსები წევენ საოკუპაციო ხაზს და აბამენ მართოხლართებს მან თქვა რომ ეს მისი აზრით უკავშირდება სოჩის ოლიმპიადას მე ვთქვი ეს მაინტერესებდა ეს თქვა ნუ ხა რაღაცაში ვეთანხმები ამ ხრივ რაღაცაში არ ვეთანხმები სოჩის ოლიმპიადის გამო ბუნებრივია რუსები მაქსიმალურად კეტავენ ყველაფერს თუმცა ეხლა მართოხლართი აქ რამდენად შუაშია ცოტა საკამათო შეიძლება იყოს მაგრამ ლოგიკა ამაში იყო პრინციპში მე მას უთხარი ასევე ჩემი აზრი ბოლოში იყო შეიძლება ვეღარც უყურეთ შეიძლება ვეღარ გაძლობ რომ ბოლოში უთხარი რომ ნახანის მიდის და ვაკუუმი ჩდება რაღაცნაირად პოლიტიკაში და ამავე დროს არასახელებს ჯერჯერობით მომავალ პრემიერ-მინისტრს ხალხში ჩდება მოთხოვნილება რომ მარჩენალი და ძლიერი პოლიტიკოსი აირჩიონ მარჩენალი და ძლიერი პოლიტიკოსი ამ ეტაპზე არის თვითონ რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი და როცა ეხლა ის მიდის ხალხში შეიძლება მოთხოვნილება გაუჩნდეს რომ აირჩიოს ახალი მარჩენალი და დიდი პოლიტიკოსი გამოცდილი პოლიტიკოსი. ამ ხრივ ყველა დიდი უპრატესობა აქვს ნინო ბურჯანდეს მე ეს უთხარი. ანუ მას თუ უნდა რომ გავიდეს მისი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, უნდა რადმილო დარწმუნებული ვარ, მისი წასვლით ეხმარება მის დაუნებროა ჩემი აზრით ნინო ბურჯანდეს. ეს უთხარი კიდევაც პირდაპირ დავფიქრე. ის ფიქრობს რომ ბურჯანდეს რეიტინგი ამ ეტაპზე არ აქვს და მომავლის და გამარჯვების შანსი არ აქვს. ეს დააფიქსირა მიპასუხა ამაზე მაგალითად. ეს იყო ორი საკითხი რომელიც მასთან ლაპარაკი მინდოდა. მე ნაკლებად მინდოდა ლაპარაკი მასთან სამართლიანობის აღდგენაზე და იქ დიდად ამაზე მიდიოდა ტამათი როგორც თქვენ ნახეთ. გადარწმუნება ძნელია ეს მე დავინახე ადრეც კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სახსნა აქვს. კაცმა ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, 7 მილიარდი შევა და საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა.
როცა კაცი ამდენს მიაღწევს, მისი გაარწმუნება როგორც წესი ძნელი უნდა იყოს ახლა ალბათ, აბა. რა თქმა უნდა, მსგავსი აუცილებელია. ჩემი აზრით ძალიან კარგია, როცა მსგავსი რაღაცები ხდება. ყველაფერი განსაჯაროვება. ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხი ხედავს და დასკვნები გააკეთოს. ან მოეწონება ხალხს, ან არ მოეწონება. ან მოეწონება ამის მერე ივანიშვილი და ვიღაც ექსპერტები, ან არ მოეწონება. ყოველთვის ჯობია ყველაფერი იყოს ღია და ხალხმა მალე გაიგოს სიმართლე, რომელიც შეიძლება მოეწონოს, შეიძლება არ მოეწონოს. უკაცრავად, სალომე სიგუას ფულო თუ სალომე თუ არა? ვარ შემეშალა ეს სხვა ხარ. რაღაც შეიტყვა ქონდათ. რაღაც კითხვა ქონდა, აი გვერდზე რომ დისკრედიტაცია რას ქვია ხა ივანიშვილი წვეთს ვის მოусვინოს და ვის არ მოусვინოს მისი ნება თავისუფალი ბაზარია აქ კონკურენცია და ეხლა მე მგონი არაფერს ასწავლი არ ხდება იმაში რომ ვინმე არ მოიწვია ეხლა არ ამგონია გავლენა ისევ და ისევ ივანიშვილს თუ არ მოსწონს კვეთრი და რადიკალური განცხადებები, რომ მაგათ უკანა იქცევა, შეიძლება სამაგიეროდ ხალხის ნაწილს მოსწონდეს და ამიტომ იმ ექსპერტებს მისდაუნებრო შეიძლება რეკლამას კი გაუწია ამით ეხლა. არა გამორიცხული. ის თუ ღია იქნებოდა, რო იქნებოდა შეხვედრა, ეს ინფორმაცია იყო წინასწარ, დაიდო ინტერპრეს ნიუსზე და ვიცოდი რომ იქნებოდა ღია შეხვედრა. და ძალიან კარგი იყო ისე და ისე ვიმეორებ ღია შეხვედრები, იმიტომ რომ ორჯერ ყოფილვარ შეხვედრებზე ივანიშვილთან, რომელიც დახურული იყო არაპრესისთვის. და იქაც ძალიან ღიად ბუნებრივია, იქაც ღიად ლაპარაკობდა, ეხლა მით უფრო ღიად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით იგივეს ლაპარაკობდა, რასაც ეხლა ღია შეხვედრაზე. ანუ ეს კაცი ყველა შეხვედრაზე არის ძალიან გახსნილი, როგორც საჯაროზე არის, ისე ვარსაჯაროზე. უკაცრავად რაფნები. ნუ სააკაშვილის გამოსვლა მე ვიტყოდი, რომ იყო ისეთი გამორჩეული კარგი გაკეთა კარგი მესიჯები განსაკუთრებით საინტერესო იყო ყურადღების გამახვილება იმაზე რომ კგბ-ს ოფიცერი პუტინი ასწავლის ამერიკას ჭკუას ამერიკა შეიძლება არ არის სრულყოფილი სახელმწიფო მაგრამ ვინ და ეხლა პუტინი ალბათ მას ჭკუა ვერ უნდა ასწავლოს ანუ სწორი მიმართულებით წაიყვანა მე მგონი თავისი გამოსვლა გააკეთა აქცენტი საქართველოს პრობლემებზე და ნაკლებად ილაპარაკა შიდა პოლიტიკურ კინკლაობაზე და ეს მე მგონი კარგი იყო ამ მხრივ ძალიან. ჩესტოვებზე ილაპარაკა კი. არ ვიცი ახლა ძალიან გულწრფელი ახლა არ ვიცი. უკაცრავად აი მე მგონი აი თქვენ ორ შეკითხვა გაქვთ ხო? ასახავს მე მგონი მთლიანობაში რეალობას რაც შეეხება მეორე ტურს საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი ამისთვის პოტენციალი მე მგონი რომ თავისი რეიტინგი გაზარდონ აქვს უფრო მეტად მე მგონი ამ ეტაპზე მარგულაშვილს და ასევე ბურჯანაძეს ბაქრაძეს მე მგონი ყავს რაღაცა სტაბილური ამორჩეველი ის 15% შეიძლება გაიზარდოს კიდევაც ოდნა მაგრამ არ მგონია მკვეთრად გაიზარდოს რადგანაც ნუ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერები არის გარკვეული კატეგორია ხალხის და ამ ხალხის კატეგორიის და არ მგონია ხა მოხდეს მარგულაშვილს აქვს შანსი რომ გაზარდოს უფრო მეტად თავისი რეიტინგი თუ კიდევ უფრო გამოჯობესებს თავის საპრეზიდენტო კამპანიას და კამპანია ამ ბოდროს უმჯობესდება ჩემი აზრით თავიდან აშკარად იყო რაღაც ხარვეზებით მიდიოდა რაც შეეხება ბურჯანაძეს გამოცდილი პოლიტიკოსია და როცა ახლა არჩევნების წინ ჩვენ ვიხილავთ დებატებს და სხვა თოქ-შოუებში ვიხილავთ ბურჯანაძეს მე მგონი აი თავისი გამოცდილების ხარჯზე თავის რეიტინგს ასწევს. ხო, კარგი. კი, თქვა რომ კი აუცილებლად. არ ვიცი, არ ვთქვამ, ჯერ პრინციპში აი ეს ორი შეხვედრა რომელსაც აქამდე დავესწარი დახურული იყო აი ძირითადად უსაფრთხოებაზე სხვა რამაზეც იყო ლაპარაკი მაგრამ უსაფრთხოებაზე მინდიოდა ძირითადად ლაპარაკი თუმცა მინდა გითხრათ რომ
გუშიანს რო ყოფილიყო უსაფრთხოებაზე ლაბარაკი, მე ისე მგონია რომ საკმაოდ გახსნილი იქნებოდა, იმიტომ რომ ესეთ სტილის ადამიანი აშკარად. ღია? მე მგონი იქნება კიდევ სათომაც არა. აი, გუგავი.